ამერიკაში სამი სახეობის საპატიმროა: ფედერალური, სახალხო და საიმიგრაციო. ფედერალურ ციხეში ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური დამნაშავეები, ბანკირები, სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკების ხედან, რომელთაც ბრალი ედება დიდი ოდენობის თანხის გატაცება მითვისებაში. ასევე ისინიც, ვინც სახელმწიფო საიდუმლოება გასცა. სახალხო ციხეში ჩვეულებრივი პატიმრები, ჩვეულებრივი კრიმინალური დამნაშავეები ხდებიან. საიმიგრაციო ციხეში კი ის უცხოელები, რომელთა უმაღლესი სასჯელის ზომა დეპორტაცია, ქვეყნიდან გაძევება, ჩემდა გასაოცრად საიმიგრაციოს ნაცვლად სახალხო ციხეში მიმიყვანეს, საიდანაც ალბათ სამშობლოს კარგ ხანს ვეღარ ვიხილავდი. ადმინისტრაციულ კორპუსში საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმება გავიარე. თავიდან ბოლომდე გამაშიშვლეს და ისე მათვალიერებდნენ, თითქოს ადამიანის ანატომიას ჩემს სხეულზე სწავლობდნენ, ან სულაც უცხოპლანეტელი ვიყავი. ჩემ ტანსაცმელს დეზინფექცია ჩაუტარეს. ამიტომ კარგ ხანს ქლორის თუ ტარაკნების წამლის სუნი უდიოდა. რკინის ფილტვით ჩამომკიდეს, რომელზეც ჩემი პირადი ნომერი 1966-47 ეწერა. ეს შენი ნომერია და კარგად დაიმახსოვრე. გამაფრთხილეს, ამ ნომრით გამოგიძახებთ ხოლმეო. ნომერი იოლად დავიმახსოვრე, ალბათ იმიტომ, რომ პირველი 4 ციფრი ჩემი დაბადების წელს ემთხვეოდა. ბოლო 2 კი იმ სკოლის ნომერი, რომელშიც სწავლობდი. ამ ფირფიტამ კიდევ ერთხელ შემაჯახა მწარე სინამდვილესთან, თუმცა იხტიბას არ ვიტეხდი და ისევ ადამიანის უფლებათა დარღვევას ვაწვებოდი. ეტყობა ჩემმა ბუზღუნმა შედეგი გამოიღო და ერთ დღესაც ციხის უფროსის მოადგილის კაბინეტში შემიყვანეს. იქ ხანში შესული კაცრი გამომეტყველების კაცი დამხვდა. ყოველგვარი შესავლის გარეშე ცივად მითხრა. მომახსენეს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაში გვდევთ ბრას. იქნებ განვიმატოთ, რაშია საქმე. თავიდან დავიბენი, მაგრამ მერე ძალა მოვიკრიფე და მომახიანად გამოთქვი ჩემი პრეტენზია. სასამართლო ჯერ არ ყოფილა და პირდაპირ ციხეში რატომ მიმიყვანეთ? ამათ ჩვენ არ ვწყვეთ. პრეტენზიები სასამართლოზე შეგიძლიათ გამოთქვათ, რომელიც თქვენ საბოლოო ბედსაც გადაწყვეტს. ახლობლებთან დარეკვა მინდა. მოვითხოვე და უარე მივიღე. აი მაგას კი ვერ შეგისრულებთ. თქვენი საქმე ძიებაშია და რამდენადაც ვიცი, საკმაოდ მძიმე დანაშაულში გედებათ ბრალი. აბა რა უნდა ვქნა, ვის მიმართო? წამოვიძახეთ საზღვარგოთინმა. არ მესმის, რა სიტყვით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ამერიკის მართლმსაჯულება უდანაშაულოს არ დასჯის. დაელოდეთ სასამართლოს, დაასრულა მან და ფეხზე წამოდგა. Здравствуй, земляк. ადმინისტრაციული შენობიდან ამჯერად მხოლოდ ერთ ზედამხედველს მივყავდი. არც ხელბურკილი მეკეთა და რომ არ გულზე დაკიდებული ნომრიანი ფირფიტა, შემეძლო თავი ცოტა ხნით მაინც თავისუფალი ადამიანად წარმომედგინა. არადა თავისუფლების ფას თურმე ყველაზე მეტად ციხეში გზნობ კაცი. ძირითადად დარბაზში შევედით. კითხვე შეიძლება გაუკვირდეს, სად ციხე და სად დარბაზიო, მაგრამ დამერწმუნეთ, მართლაც ასე იყო. მე ციხე უზარმაზარ დარბაზად აღვიქვი, რომლის შუაში რკინის მაგიდები იდგა, გარშემო შემომსხდარი ოფიცრებით. დარბაზის განაპირა მხარეებზე სტანდარტული გისოსებიანი საკნები ჩაემსკრივებინათ. პირველი შეგრძნება იქ მისვლისას ისეთი იყო, თითქოს ფეშენებულ ზოოპარკში მოხვდი. ზოოპარკში, სადაც საშინელი მტაცებელი ცხოველები იყვნენ გამომწყდეული და მე მათი დათვალიერება უნდა დამეწყო. სამწუხაროდ, სულ მალე მეც მტაცებელ ცხოველთა რიგებში ჩამწერეს და გალიაში გამომავწყდეს. თავდაპირველად, როცა ოფიცერთან ერთად ამ დარბაზში შევედი, ყრუ-გუგლმა ლამის სმენა წამართვა. გალიების ბინადანი ახმაურდნენ, მაგრამ ხმაური მაშინვე შეწყდა, როგორც კი შუა დარბაზში მსხდომ ოფიცრებს მიუახლოვდი. უფრო მეტიც სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. ხუმრობა საქმე ხო არა იყო, პატიმართა საკრებულოს ახალი წევრი ემატებოდა. ჩემი სახით ვცნობდი, როგორ მომჩერებოდა გისოსებიდან მრავალი წყვილი თვალი. უსიამოვნოდ გამარჟოლა. გალიაში გამომწყდეული ცხოველები ნადირის გუმანით მამოწმებდნენ. თელკანიანთან ერთად გინდა საკანში თუ შავკანიანთან? კითხა ახმახმა ოფიცერმა, რომელმაც ჩემი ნომერი დავთაში ჩაენიშნა.
თერთკანიანთან, რა თქმა უნდა, რიხიანად უპასუხე იმით გახარებულმა, რომ ჩემი სურვილის მიხედვით მირჩევდნენ პარტნიორს. ხო და მიგაბრძანებთ შავკანიანთან და შენი ხმა არ გავიგო. მუქარის ტონით მითხრა, მაგრამ უკვე იმდენად შეჩეული ვიყავი მეციხოვნეებისგან უხეშ დამოკიდებულებას, რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია. ხმის ამოუღებლი დაველოდე მოვლენათა განვითარებას. ოფიცერმა რაღაც ქაღალდზე მომაწერინა ხელი, წესიერად არ დამიხედავს და არ წამიკითხავს. გასაღებების ასმული აიღო და მანიშნა, გამომყევიო. მეორე სართულზე ავედით. ეტყობა ძალიან დაბნეული და დამთხალი სახე მქონდა. საკნევს რო ჩაუვლიდით, პატიმრები რეპლიკეს მესროდნენ. უმეტესობა დამცინოდა. ჩემი სახით გისოსებს მიღმა მყოფ ადამიანებს გასართობი გაუჩნდათ. ისინიც არ მალავდნენ ემოციებს. ასე ვიქეცი უჩვეულო სპექტაკლის მთავარ გმირად. თამთას არ შეხვდება, თორემ დადგმული ჩემ წილ ბალანდას ვიღებდი რკინის მათლაფიდან და სრულიად მოულოდნელად ეი ზემლიაკ დამიძახა ვიღაცამ. ჭკუიდან თუ არ შევიშლებოდი არ მეგონა. ახლა რუსული ენა ჩემთვის მშობლიური ქცეული იყო. გაფართოებული თვალებით ხნედ მოვლენილი ანგელოზივით უყურებდი რუს პატიმარს, რომელიც იმ დღეს საკნევში სადის არ იგებდა. უყურებდი და გაუგნებულ ხმა ვერ ამომეღო. ვერ მიცანი არა? მე კიდე გუში რომ მოგიყვანე საკლიდან დაგინახე და მაშინვე გამახსენდი. კეთილად მიღიმოდი მაღალი, ქერა, რუსი მამაკაცი. კი, მაგრამ მე რო ვერაფერი ფრით გიხსენებთ, როგორც იქნა ამოღერღე. ბრუკლინი, რესტორანი ზალატოე კალცო, კისა, დაიწყო ჩამოთვლა ქერა. მერე? რა მერე? მეც იქ ვიყავი ხოლმე. თითქმის ყოველი საღამო შენ გიტარაზე უკრავდი. შიპუტინსკის სიმღერებს ღეროდი, თანაც სულ კისასთან ტრიალებდი. ესტონის დედოფალთან. მაშინ ძალიან მშურდა შენი. ისევ გამიღმა რუსმა პატიმარმა. ამასობაში ეტყობა ოფიცერი, მიხვდა რომ საუბარი გავაბით და ქვემოდან დაიღრიალა. Let's go! დაუჩქარე, ნუ ჩერდები. ახლა უნდა ავახვიო, თორემ ხომ ხედავ რა დღეში ეს ამერიკელი ფაშისტი. გასასეირნებლად რომ გამოგიყვანენ ეზოში, იქ შეხვდები. აბა კარგად. მითხრა უცნობა ნაცნობა და ჩემს საკანს მოშორდა. ვიდეგი გისოსებთან და უაზროდ დავყურებდი წვნიანი სავსე მათლაფას. ამ მოულოდნელმა შეხვედრამ კიდევ უფრო ამოფორიაქა. კიდევ ერთხელ შუბლის შემაჯახა მწარე სინამდვილეს. ვიდექი და ადგილიდან ძადრა ვერ მომეხერხებინა. ფიქრები და სუბუქმა მუჯლუგულმა გამომიყვანა. ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგი ახლოს მოსულიყო და მათლაფაზე მანიშნებდა. ეტყობა, შენ არ მოგწონს და მომეციო. ანგარის მოუცემლად მივაწოდი. მოხუცმა პატიმარმა ხელის სწრაფი მოძრაობით მათლაფა ხელიდან გამოტაცა და თავის აწოლისკენ გააქანა. მოუხერხებლად ჩამოჯდა. პიტაპირ მიიყუტა პირთან და ხმაურიანად ამოხრიბა წვნიანი. მერე კმაყოფილი საკით გადმომხედა. საწოლზე არხიენა წამოგორდა, თვალი ჩამეკრა და აღიღინდა. ვიფიქრე, გონი ამას ფსიქიკაში ყველაფერი რიგზე არ უნდა ხონდეს მეთქი. ედრაულად სიბრალურის გზნობას გამიჩნდა მისდამი და შიში დამეოფლა. უეჭველად უნდა დამედგინა, ვისთან მქონდა საქმე. ბაბუ, ძალიან გიყვარს ჭამა, არა? თანაგზნობით ჩავეკითხე საწოლზე წამოგორებულს. ხო, აბა რა, შენი წილიც მომეცი ხოლმე. უცერემონიოდ მომიცხადა 2 დღე ეთსაკანში ვისხედი და მხოლოდ ახლა შემოვიდა კონტაქტში. კარგი გაჭმე, როცა არ მენდომება, ან არ მომეწონება. დაყვავბუდი და ჩემი პირობებიც გავაცანი. არა, შენ ვერ გაიგე. როცა არ მოგეწონება კი არა, ყოველთვის უნდა მომცე საჭმელი, შენ რადგინდა. მერეც მოასებ ჭამას, მე კიდე მალე უნდა მოვკვდე. მოისაწყლე თავი. რა დროს სიკვდილია, ოჩახად გამოიყურები, ცადე გამემხნევებინა. არ მომცემ საჭმელს და იცოდე ბილს ვეტყვი. უეცრად შეტევაზე გადმოვიდა ბერიკაცი. ამ უქარამ სუნთლად ამირია გონება. აბა ერთი კარგად გაიმეორე ვის ეტყვი? ვის და ბილს? ვინ არის ბილი? რომ გაიგებ, მერე გვიან იქნება. ისე მკაცრი ტონით გამომიცხადა და კედლისკენ გადაბრუნდა. ამით მიმანიშნა აუდენცია დამთავრებულიყო. კვლავ მარტო დავჭი ჩემ ფიქრებთან. მოხუცი ზანგის აქციებმა რაღაც ეჭვები კი გამიჩინა, მაგრამ ახლა ამ ეჭვებისთვის ნაკლებად მეცალა. ახლა იმ რუს პატიმარზე ფიქრობდი.
ჩემი დანახვა რომ ძალიან გაუხარდა და ერთი სული ჰქონდა სასეირნოდ როდის გამიყვანდნენ, რომ შევხედროდი და მისი წყალობით მაინც გამეგო დაწვრილებით ამერიკული ციხის კანონები. ამასობაში შეუმჩნევლად გაირბინა რამდენიმე საათმა. სადილის დროს მოვიდა. მეგონა ის რუსი პატიმარიც მოხვებოდა ოვრიკას, მაგრამ ამჯერად სხვები მოვიდნენ. სენდვიჩის მოზრდილი ნაჭრები და ფორთოხლის წვენი დაგვირიგეს. მოხუცი ზანგი კვირცხად წამოხდა და თავის ულუფა აიღო. მე ჩვიდად გამოვართვი სენდვიჩი მორიგე პატიმარს. ტოლჩაში ფორთოხლის წვენი ჩამისხეს. ნახევარი იქვე დავლიე და ჩემს საწოლისკენ გავემართე. სენდვიჩი ძალიან მიყვარს. ის იყო პირისკენ წავიღე, რომ მოხუცი ზანგი მომვარდა და ხელიდან გამომგლიჯა. ამას ნამდვილად არ მოვილოდი. ბაბუ, რა შვები, საჭმელს მაწერ, წამოვიყვირე. ხომ გითხარი, შენი წილი მე უნდა მომცე მეთქი. აღდებულად მიპასუხა ზანგმა. გამომწვევად ეჭირა ორივე ხელში სენდვიჩები, ხან ერთ ჩაკბეჭდა, ხან მეორეს და საწოლზე ჩამომჯდარი ფეხებს ჰაეში არხენა დათამაშებდა. როგორი საქმეა, რომ ეჭყობო, არავინ გამომართლებს. მოხუც მოერია და დაჩაგრაო, იტყვიან. არა და ვეც ვერაფრით დავამტკიცებდი, რომ საჭმელს მართმევდა. ბაბუ, გამოდის რომ ჩემი საჭმელს უშენ უნდა მოგცე? დავიწყე მოხუცის ხელახლა დაკითხვა. ხო, ასია. დაუფიქრებლად მიპასუხა, თან პირი არ გაუჩერებია. მე რა ვჭამო? რაც გინდა ისჭამე, რა ჩემი საქმეა, აღდებულად მიპასუხა. იქნებ უფრო თავაზიანად დაგეხსნა, ბებერო, უკვე ბრაზდებოდი. რა გამიჭირე საქმე, ბიჭო, შენ ხომ გითხარი, ბილს ვეტყვი მეთქი, ისევ დამემუქრა. ბოლოს გამაგებინე, ვინ არის ეს შენი ბილი? წამოვარდი საწოლიდან და ის იყო ზანგს უდავს, ცემოდი რომ ღრიალი მორთო. ბილ, ეს რუსი საჭმელს მართმევს, უთხარი რამე. მოხუცი გაჰყვიროდა და გვერდით საკნისკენ იხედებოდა. რუსო, შენი, ჭკუაზე მოდი, თორემ ნეკნებს დაგამტვრე. მომესმა მეზობელის საკნიდან ვიღაცის ხრინწიანი ხმა. გაცეცხლებულმა ისიც კარგად შეამჩნია, რომ ზანგმა სენდვიჩები ბოლომდე ვერ აითვისა. მერე მშვიდად დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა და თავი მოიმძინარა. აშკარა იყო, პატიმრები რაღაც ბინძურ თამაში მითრებდნენ, მაგრამ ვერ გამერკვია, რაც მთავაზობდნენ. რაც თავარია, იქაური თამაშის წესები არ ვიცოდი. ბოლო იმედად ის რუსი პატიმარი დამჩა, რომელსაც სასეირნოდ გასვლისას უნდა შევხედროდი. სამწუხაროდ იმ დღეს არავის გახსენებია ჩემი სუფთა ჰაერზე გაყვანა. ვიჯექი საწოლზე და სევდიანად უყურებდი ხან ზურშექცეულ ზანგს, ხან კიდე მოპიტაპირე მხარეს საკნებში გამოწყბეულ პატიმრებს. არც აღამოს მომიწია ჭამა. ქათმი შემწვარი ბაკლები და მუხაშული ბრინჯი მოხუცმა ერთიანად მოხვედა. ორივე წილი. ქორივით გადაეფარა და გამგებელებულმა დაიწყო ჭამა. ამდენი მოულოდნელებისაგან ისე ვიყავი განცვიფრებული, რომ წინააღმდეგობის გაწევის თავაც არ მქონდა. წყნარად ვიჯექი, ბედს შეგვივებულივი და უყურებდი, რა სიზამთრე ეს გათავხედებული მოხუცი ზანგი. მან კი ვითომც აქ არაფერიაო, ხორცი ბოლომდე მიირთვა, ბრინჯი ნაგვის ყუთში გადაუძახა. დღემისე ჩაიარა, რომ ფორთოხლის წვენის გარდა პირში არაფერი ჩამსვლია. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ცალკე შიმშილი მაწუხებდა, ცალკე იმაზე დარდი, რომ არ ვიცოდი რა განაჩენს მიმზადებდა ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგისა და ვიღაც თავზე ხელაღებული ბილის ალიანსი. დრო და დრო მოხუც შევავლებდი თვალს, რომელიც გაჭემული იწვა და არხეინად ხრინავდა. როგორც იქნა გათენდა, საუზმის დროს დადგა. წინასა გულში ვიმეორებდი ფრაზებს, რომლებიც ღორმუცელა ზანგისთვის უნდა მეთქვა. თუ იგი კვლავ დაიპირებდა ჩემთვის ულუფის წართმევას, მაგრამ როცა საუზმე ჩამოატარეს, მოხუცმა მშვიდად დაიღო თავისი წილი, გადმომხედა და დიცილონად მითხრა. გეყოფა გუშინდელი შიმშილი, აიღე შენი წილი და დააზინა. აი შემდეგ კი, როგორც მოიქცევი, ისე იქნება შენი საქმე. კი, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს, კარგად ვიქცევი თუ ცუდად? ცოტა არ იყო შეურაცხყოფილმა ვიკითხე. ვინ და უფალმა, ფულმა და ბილმა. მოკლედ შეხვდები და იქ გადაწყდება. ცივად მომიჭრა ზანგმა და მივხვდი ქვეყანა რომ დაქცეულიყო, მეც მაინც არაფერს მეტყოდა. კანონი, ყველა ციხეში კანონობს. ურბანის სახალხო ციხეს, ისევე როგორც ყველა საპყრობილეს ნებისმიერ ქვეყანაში თავისი დაწერილი და დაუწერილი კანონები ჰქონდა.
დღეში სამჯერადი კვება იყო, სხვათა შორის იმაზე უკეთესად გვანაყრებდნენ, ვიდრე საბჭოთა სანატორიუმებში. მენიუში ხილი და ტკვილეულიც კი იყო ჩართული. კვირაში ორჯერ ახალი გაზეთები შემოჰქონდათ. წიგნის მოთხოვნა შეიძლებოდა. კვირაში სამჯერ საკნის კარი იღებოდა და პატიმრებს შეეძლოთ რამდენიმე საათი თავისუფლად ევლოთ. სწრაფად ივსებოდა ხოლმე საპატიმროს ეზო თავისუფალი ტუსაღებით. ვინ კალათბურთს თამაშობდა, ვინ ფეხბურთს, ვინ ბადმინტონს, ვინ უბრალოდ დარბოდა ან სულად ბოლთას სცემდა. კრივისა და ჭიდაობის მოყვარულიც მრავლად იყო. ინტერესით ვათვალიერებდი ყველაფერს. რატომღაც მეგონა ყველა მიცოდა რომ ახალი ვიყავი და თუ ჩემს გაცნობას მოისურვებდნენ, მოვიდოდნენ და მკითხავდნენ, ვინ ვიყავი, საიდან და რატომ მოხვდი აქ. მე ჩემს დარს გაუზიარებდი მათ და ვინ იცის იქნებ რომელიმეს რაღაც გზაც ესწავლებინა. ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მაგრამ ნურას უკაცრავად, თითოეულ საკუთარი თავი გაშრებოდა და შენი აკაკი გეგენავა არავის ენაღლებოდა. პატიმრები ჯგუფ-ჯგუფად შეგროვილიყვნენ. თვალს ერთი გადავლებაც საკმარისი იყო, მიხვედრილიყავი, ვინ ქურდი იყო, ვინ ნარკომანი, ვინ კიდევ ცისფერი. ცისფერები ჯგუფი ისეთი კაშკაშაფერებით იყო აჭრილებული, თავიდან ისიც კი ვიფიქრე, საკონცერტო ნომერს ხوار ამზადებენ მეთქი. მერე კი ცისფერების გვერდით ქალებიც შევნიშნე. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა, მამაკაცებთან ერთად ეზოში ქალებიც რომ შეინოდნენ. ქართულმა სისხლმა თავისი გაიტანა, მეც ქალებისკენ წავედი და გარკვეული დისტანციიდან ღრმა დეკოლტეები და მოკლე კაბები ერთო გამომწვევი ჩანდა, მაგრამ როცა მათ მივუახლოვდი თქვენს მტერს, რაც მე დამემართა, არაფერი ისეთი ამარზრენი არ ყოფილა, როგორიც ქალის ტანსაცმელში ექსტრავაგანტურად გამოწყობილი, თან ერთად თავმოყრილი ბევრი ცისფერი. მათ ჯგუფთან მიახლოება და გვენაკმენივით უკან გამოქცევა ერთი იყო. საბედნიეროდ ცისფერი ჩემი არც მისვლა შეუნიშნავთ და არც უკან გამოქცევა. ისე იყვნენ ერთმანეთის ალეში გართული, გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდნენ. უკან გამობრუნდი და ნაცნობ რუსს დაუწყე ძებნა, მაგრამ ამ არეულობაში ვინმეს პოვნა იოლი ნამდვილად არ იყო. მოულოდნელად ჩემ წინ ვაი უშველებელი ატყდა. 6 პატიმარი ერთს სცემდა. ის თავიდან კი უწევდა წინააღმდეგობას, თითოეულს თავისი მუშტის დარტყმაც აგემა და წიხლით, მაგრამ ბოლოს მაინც მიწაზე აღმოჩნდა. ისე გამეტემით ურყავდნენ, რომ ცოტა ხანში წაქცეულს ხელის განძრევის თავიც აღარ ჰქონდა. ბოლოს კი ისე გაითიშა, ძნელის გასარკვევი იყო, სუნთქვა და თუ არა. მეორე მხარესაც მოხბესდა. მომოკვდავის თუ მკვდრისცემა და სასწრაფოდ გაშორდნენ. დარჩა საცოდავი, მტვრიან მიწაზე, ბზის გულზე უპატრონო დაგდებული. კაციშვილი არ გახკარებია. ყველაზე განსაცვიფრებელი ის იყო, რომ არ ზედამხედველებს მიუცევიათ ამ ინციდენტისთვის ყურადღება. არა და ზედამხედველი საკმაოზე მეტიც იყო. ისინი ზემოდან გადმოჰყურებდნენ ეზოს. ეს ჩხუბიც მშვენივრად დაენახეს, მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა. თითქოს მათ მოვალეობაში მოჩხუბართა გაშლება არ შედიოდა. მხარზე ვიღაცის ხელის დადებამ გამომაფხიზლა. თავი ავწია და ისეთი შავი მამაკაცი შემჩა ხელში, კინაღამ გული წამივიდა. თანაც ხელი ისეთი ძალით ჩამოვლო მხარში და ისეთი აგრესიული ჩანდა, რომ გავიფიქრე, კაკო, შენი აღსასრულის დროც დადგა. შენ ხარ ის რუსი, ძიაჯოს საჭმეს რომ აძლევდა? კითხა ზანგმა. მოულოდნელობისაგან ენა ჩამივარდა, მით უმეტეს, რომ შევამჩნიე ჩვენსკენ ის ჯგუფი მოემართებოდა, რომელიც წერან სასტიკად გაუსწორდა ერთ პატიმარს. მაგრამ არც ბეხლეწი დალოდებია ჩემს პასუხს და ახალი კითხვა დამისვა. საიდან ხარ? ვერ გეტყვი, შიშმა თუ თავდაცვითმა ინსტინქტმა მაიძულა, გონება მომეკრიბა და ჩემი შესაძლებლობების მობილიზება მომეხდინა. ჯარისკაცივით გავიჭიმე და გარკვევით საკუთარ თავში დაჯერებულმა ვუპასუხე. ბრუკლინელი ვარ, ჩარჩის უბნის იანკების მეგობარი. ჩემს მეზობლად ცხოვრების ზანგები ვახსენე, ძველი ბიჭები, რომლებთანაც ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობა ავაწყე. ბირს იცნობ? კითხა ზანგმა. ბირს როგორ არ ვიცნობ? ამოვისვქე, კვარტლის ყოჯზე მეკითხებოდა, რომელიც 3 თვის წინ გავიცანე და დაუმეგობდი კიდეც. ძალიან კარგი, მაშინ ერთმანეთს გავუკებთ. ისე მეც ბილი მქვია. გამიღინა და ისეთი თეთრი კბილები გამოაჩინა, ლამის თვალი დამიბნელდა. გინდა ციხეში წყნარი ცხოვრება გქონდეს? ახალი კითხვა შემაგება ბილიმ. რა თქმა უნდა. სიმშვიდე ფული ღირს, ხომ იცი? შენ გადასახადს გადაიხდი და მორჩა.
ხეს ვერავინ გახლებს. ისე ბილის ხათი ცოტა შეღავათი გექნება. რამდენია გადასახადი. ამა ჯო გეტყვის, მოკლედ მომიჭრა და ზურგი მაქცია. თავის ამსვენებთან ერთად სწრაფად გამეცალა. ეტყობა კიდევ ბევრი საქმე ჰქონდა გასარჩევ მოსაგვარებელი. ბიძია ჯო ალაპარაკდა. როცა სეინობიდან დაუბრუნდი, ჩემდა გასაოცრად საკანი ცარიელი დამხვდა. ალბათ ჯო ეზოში საქვეყნო საქმეებს აგვარებდა. მივწექი ციხის კვალობაზე საკმაოდ კომფორტულ საწოლზე და ჩემს უიმედო მდგომარეობაზე ფიქს დაუბრუნდი. ახლა ჩემი ბედი ამ მოხუც ზანგს უნდა გადაეწყვიტა, რომელმაც თავიდანვე ამითვალისწუნა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე, როგორც ჩანს, პირველი გასეირნების დაბეჭდებებმა თავის იქნა და გადაღლის ჩამთვლილმა. თვალი რომ გავახილე, ხედავ ჯო თავის საწოლზე ზის და კეთილად მიღიმეს. ვიფიქრე მეჩვენება მეთქი. საწოლზე ჩამოვჯექი და მოხუც მივაშტერდი. ისიც ადგა, ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელით მაკაცურად დამკრა და მითხრა: მაგარი ბიჭი ყოფი ხარ, ნურაფერზე იდარდებ, აქ პრობლემები არ გექნება, თითსაც ვერავინ დაგაკარებს. მოხუცვა თალი ჩამიკრა, თავის ადგილს დაუბრუნდა. სასწაული თუ გინდათ ეს იყო. მოხუცი ჯო, რომელიც 2 დღეს სისხლს მიშრობდა, რომ იტყვიან 180 გრადუსში შემოტრიალდა. ბუზღუნი, ჭირვეული, ბოროტი ბერიკაცი მოულოდნელად კეთილშობილის სათნო ადამიანად გადაიქცა. რა მოხდა, ბიძია ჯო, ვეღარ გცნობთ. შეიცვალა რამე? კითხე უნდობლად. არაფერი, უბრალოდ გავიგეთ, ვინცა ხარ და ეგ არის. მოკლედ მომიჭრა მოხუცმა ზანგმა. მაინც როგორ გაიგე? თეთრი ცხოვრება მაგის მეტი არაფერი მიკეთებია, მით უმეტეს ციხეში არაფერი იმალება. ბილ შეხვდი, ვილაპარაკებთ. დავიწყე მე. ვიცი, ყველაფერი ვიცი, მშვიდად მიპასუხა. ბიძია ჯო გეტყვის, რამდენი გექნება გადასახდილიო, თქვი და სმენად ვიქეცი. შენ როგორ ფიქრობ, რამდენი უნდა გადაიხადო? კითხვით მიპასუხა. რა ვიცი, აბა, არაფერს არ უნდა გადაიხადო. იცხოვრე შენ თვით და უპატრონოდ მას ვერავინ გაგცემს. უბატონოდ, ბოდიშით. სუნთლად დაიშაქრა მოხუცი. რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა? ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. ვერაფერი გავიგე, წავიბუტბუტე. რა ვერ გაიგე, კაცო? შენ თურმე ისეთ ხალხს იცნობ, მაგარი ვინმე ყოფიხარ. მოკლედ შენისთანა კაც ციხეში აწი ვეღარავინ შეაწუხებს. ასე გამომადგა ოლბანის ციხეში ბრუკლინელ ავტორიტეტებთან ნაცნობობა. ბიძია ჯო ბები, ანუ სხვის ზრუხს უკან მდგომი პატიმარი. ჯოშ დიდი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ უნახავს. იმდენჯერ ჩაუდია თავის საფრთხეში, რომ მიკვეს 65 წლამდე როგორ მიაღწია. თანაც ამ 75 და 40 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. ციხე ჯოს სახლი უფრო იყო, ვიდრე საპყრობილე. იქ ყოველ კუთხე კუნჭულს იცნობდა. ვინ იცის, რამდენი ციხის უფროსი შეიცვალა მის ხელში, რამდენი მკვლელი და გარეწარი დასვეს ელექტროსკამზე, რამდენი ზედამხედველი მოარჯულეს პატიმრებმა და რამდენი უდანაშაულო იხსნეს განსაცდელისაგან. როცა მას უსმენდი, მეც იმედი მიჩნდებოდა. იმის იმედი, რომ როგორმე ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი და იქიდან დავახცევდი. დიახ, საკმაოდ არაორდინარული პატიმარი გახდა ბიძია ჯო. 8 ჯერ იყო ნასამართლები და ერთი ამდენჯერ თავდებით გამოშვებული. ამის შესახებ პირველად რომ მითხრა, ყურადღება არ მიმიქცევია. მიუნჰაუზენად ჩავთვალე, მაგრამ მოგვიანებით დავწყვეტი, რომ მოხუც ზანგს ტყუილების თქმა არ უყვარდა. ისიც ყოფნიდა, რომ სწორედ პროფესიონალური მატყუარობისთვის იჯდა და როცა კიდევ ერთხელ დაიწყო თავის ნასამართლეობათა ჩამოთვლა, ცოტა არ იყოს სულელური გამომეტყველებით ავათვალიერე. ჯოს გულიანად გაეცინა და მკითხა: გაგიკვირდა რა? ჩემნარი ბოროტმოქმედი ალბათ კინოში წარგინახავს. არ გეწყინოთ ბიძია ჯო, მაგრამ ამდენი ნასამართლეობა რა ამბავია, განცვიფრება ვერ დავხარ. ჩემო კაკო, შენ ასე მომიყურებ. მე პროფესიონალი ბები ვარ. ასეთი ცხოვრების გზა ავირჩიე. რა ხარ ბიძია ჯო? ვერ გავიგე. ჩავეკითხე მოხუც. რა ვარ და BAB, კაცი რომელიც სხვისი მაგრივად ჯდება ციხეში. კი, მაგრამ კაცი თუ ნორმალური ხარ, სხვის მაგრივად ციხეში როგორ უნდა ჩაჯდე? ახლა კი მართლა ვეღარ დავფარე აღშფოთება. შენ არ მართლა იდიოტი ხარ, ან კიდევ თავს ისულელე. უეცრად გამოვლანძღა მოხუცმა. სახეზე აშკარად შეეტყო გაღიზიანება.
მე ცოტა არ იყოს ვიწყინე მისი უხეშობა და საერთოდ დავკარგე ლაპარაკის ხალესი. უხეხული სიჩუმე ისევ ზანგმა დაარღვია. კარგი, ახლა კაკო, ხონონ მებუტები, რაცხვირი ჩამოუშვი. მომისმინე და ვეცდები აგიხსნა, რას ნიშნავს ბიებიობა. ჯოშკენ შეუბრუნდი და სმენად ვიქეცი, მოხუცმად განაგრძო. ამ ქვეყნად ისეთი ადამიანებიც არსებობენ, თანაც არაერთეულები, რომლებიც ფულის საშინელად 1000 კომბინაციას იგონებენ. თითოეული კომბინაცია ბუნებრივია რისკთან არის დაკავშირებული, რასაც შეიძლება დაპატიმრებაც მოჰყვეს. ხოდა ციხე და საკნების ხეხვას რომ აარიდონ თავი, ამისთვის მათ სჭირდებათ სანდო კაცი, რომელიც ყველა დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებს. თუ კომბინაცია წარმატებით დამთავრდა, ხო კარგი, თუ არა და ის კაცი, ანუ ბიები, ვინც საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი, ციხეში მიდის. სამაგიეროდ მის ოჯახს ნამდვილი დამნაშავე, ანუ მაქინატორი ყველაფრით უზრუნველყოფს. საქმე ისე კეთდება, რომ კომბინატორი არსად ფიგურირებს, ყველა საქმიან დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერაა და მის ვერავინ ვერაფერში შეედავება. აი ეს არის მთელი ფილოსოფია. ჯოს სიტყვებმა ეს მართლაც ვერ შეიტანდი. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჯო კითხრობას განაგრძობდა. მარტო 6 უზარმაზარი ფირმის მთავარი მენეჯერი ვიყავი. პატარა კაც კი არ ველაპარაკები. ხუმრობის ხასიათზე დადგა იგი. მერე ის დაკარგული წლები ციხეში რომ გაატარე არ გენანება? მენანება და მერე როგორ, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ისე იმასაც გეტყვი, რომ თავიდან ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. და თავარია იმ მხრივ დამშვიდებული ვიყავი, რომ ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო და არაფერი აყდა. პატიოსანი შრომით ასეთ პირობებს თავის რომ მომეკლა ვერ შეუქმნიდი. 3 ქალიშვილი მყავს და სამივემ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. წელიწადში თითოეულს $30,000-50,000 მარტო სწავლისთვის ვუხდიდი. ახლა სამივენი კარგად ცხოვრობენ. საკუთარი სახლები აქვს და მე და ჩემი ცოლიც ჩვენივრად ვილაში ცხოვრობთ. აბა ეგ რა გამოვიდა, თქვენ ხომ სულ აქ ახართ. ეგ უშენოდაც ჩვენივრად ვიცი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ხანდახან როცა განვიწილებს ვიხსენებ, ძალიან მენანება იქ გატარებული ყოველი დღეც კი, არათუ მთელი 40 წელი. არა, არ შეიძლება, კაცმა ფულისა და სასახლეებისთვის ცხოვრებისეული ადამიანური ღირებულებები გააწიროს. ეტყობა ჩემში სატანა იყო ჩაბუდებული, რომლის განდენა ვერა და ვერ მოახერხე. მაინც როგორ გახდი პროფესიონალი ბიები და რატო ვერ შეძელით ამ საქმიანობის შეწყვეტა? აბა როგორ გითხრა, ბავშვობა ბრუკლინის ყველაზე მიყრუებულ უბანში კანარის გავატარე. ჩემ მშობლებს, ჩემ გარდა კიდე 7 შვილი ჰყავდათ. ყოველთვის რაღაც გვაყდა. მე და ჩემ და-ძმებს წერა-კითხვა ძვლის ვისწავლეთ, ღერიანად და ცოტაც ანგარიში. მერე იძულებული გავხდი სწავლა შემეწყვიტა. 12 წლისა ლუკმა პურის საშონელად მამას ხან სად მიყავდი და ხან სად. თავიდან კეთის ინტენსიურად მუშაობდი. ზოგჯერ მშენებლებს ვეხმარებოდი. ტვირთავიც ვიყავი. მიწას მოხრილიც და რა ვიცი, რაც რაიმე მძიმე სამუშაო იყო, ჩვენს რაიონში სულ მე და ჩემი ოჯახის წევრები ვასრულებდით. ბოლოს მომბეს და უბადრუკი ცენტებისთვის წელი წვეტა და ქუდბაცაცობას მივყევი ხელი. პირველ ხანებში მიმართლებდა, მაგრამ ერთჩვენიერ დღეს ჩავარდი. ის იყო ბრუკლინის ყველაზე დიდ მაღაზიიდან მოპარული ფეხსაცმლით გამოვედი, რომ დაცვამ ჩამავლო. 11 წლის ვიყავი პირველად რომ შემაგდეს ციხეში. 2 წელი მომისაჯეს. ამნისტია მომიწია, 6 თვეში თავისუფალი ვიყავი. 1-2 წელი ციხის შიში თვალი არაფრისკენ გამიპარებია. მერე მტვირთავად მუშაობით ვერაფერს რო ვერ გავხდი, ყაჩაღობა დავიწყე. გვიან ღამით ვესხმოდი თავს მსხვერპლს. ზოგ ჩანთას ვტაცებდი, ზოგ სათამაშო რევოლვერით ვაშინებდი და ჯიბეებს უცარიელებდი. ისევ ჩამავლეს, მაშინ 20 წლის ვიყავი. როგორღაც შევძელი საჯურთა მოხიბლა და მხოლოდ 1 წელი მომისაჯეს. ხო და იქ გავიცანი ერთი შუახნის პატიმარი, რომელიც ბები იყო. ისე დამიმეგობრდა, იმ წელიწადში ისე შემასწავლა თავისი პროფესიის ყველა საიდუმლო, რომ ნამდვილად ბები გავხდი. პირველი კლიენტიც მან მიშოვა. მას აქეთ თითქმის უციხეში ვარ. მართალია ჩემი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობს, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ამ ყოფას ისევ სიღარიბეს ჯობია. ისე საინტერესო წყვებოდა ჯო თავისი მართლაც არაორდინარული ცხოვრების ეპიზოდებს,
რომ იმ დღეს გასასეირნებლადაც კი არ გავსრულა. ჯო ახსარების ხასიათზე იყო. მეც ყურადღებით და თანაგზნობით უსმენდი. როგორც იქნა შეხვდი სტიოპას. პატიმრის კვალობაზე საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა. ჩემი და ჯოს დამეგობრებამ სასურველი შედეგი გამოიღო. საკმაოდ თავისუფლად ვგნობდი თავს. არც იქაური საპატიმროს ყოფითი პრობლემები მაწუხებდა. გადასახადს არ ვიხდიდი და არც ყოჩები მაწუხებდნენ. ერთადერთი საფიქრანი დამჩენოდა, როგორმე დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა და ციხიდან თავი დამეღწია. დიდი მეც ვამყარებდი იმ რუს პატიმარზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხდა. მერე კი ვეღარსად ვიპოვე. როდესაც მორიგი გასეირნებისას ისე ვერსად მოვკარი მას თვალი და საკანში გაღიზიანებული დავბრუნდი, ჩემი გაჭირვების შესახებ ჯო შევჩივრე. აქეთ რუსი პატიმრის ნახვა მინდოდა, სადგაქრა ვერ გამიგია. ვისი სტიოპასი? კითხა მოხუცმა. სახელი არ ვიცი. ხო, ეგ სტიოპა, აქ მეტი რუსი არ არის. დიდი გარეწარი ვიმია. მომდათ ფული არ გადაეხადოს და ყველაფერზე თანახმა. ახლაც რამდენიმე სხვა პატიმართან ერთად წყალგაყვანილობის შესაკეთებლად ყავთ წაყვანილი. რაში ჭირდება ეგ წუწურაკი? ეჭი მეპარება რამეში გამოგადგეს. ვიფიქრე იქნებ სტიოპა მაინც დაუკავშირდეს ჩემ ახლობლებს მეთქი. შენს ნახე რა პრობლემა. პირის ვეტყვი და მობილუს გათხოვებს. ოღონდ ღამით უნდა დაარეკო. ტელეფონი აკრძალულია ციხეში. სრულიად მოულოდნელად ვახშმის ჩამოტარებისას საკანს სტიოპა მოადგა. ზიმლი აქ, შენ კიდევ აქ ხარ? გაუკვირდა. ასე გამოდის. ჩემს უდანაშაულობას ვერ ვამტკიცებ, წავიბუტყუტე. მერე რა სუსტი, კისას ვერ გააგებინე, აუცილებლად დაგეხმარება. რაც მაგას ადვოკატი მეგობრები ყავს. შენ ისე უყვარხარ, რომ არ ამგონია უარი გითხრას. ისე როგორ შეეჩვია ქაურობას. ეს მურიანები ფულს არ თხოვენ, ამრეზეთ გაიხედა ჯოსკენ. ხო, მოვილაპარაკეთ, უპასუხე ორაზროვნად. 100 წელი ჩემგან ცენსაც ვერ მიიღებენ, ეხლა მაკლია. ამ მურიანებს დაუჩოქო. მიჩენია ბალანდა ვარიგო და ორმოები ვთხარო, ვიდრე ამათ ვათქმევინო, სტიოპას ფულს ვართმევთო. ჯო თავისი საწოლთან წამოდგა. სტიოპას თავისი ულუფა გამოართვა. მერე ტოლჩა აიღო და სთხოვა, ცოტა მეტი კოკა-კოლა დამისხიო. სტიოპამაც უყოყმანოდ აუსო ჭურჭელი. მოხუცმა ჯერ პირისკენ წაიღო, მაგრამ უეცრად ხელი მოიქნია და პიტაპის სახეში შეასხა სტიოპას. თან გინებაც მიაყოლა fuck you და ისე აუღებლად წავიდა თავისი საწოლისკენ, თითქოს უჩვეულო არაფერი მომხდარა. სტიოპას კი წუწურით ჩამოსდიოდა ცხვირპირიდან ტკბილი სითხე. უიმედობა ღრუბელივით იფანტება. საღამოს სეირნობიდან დაბრუნებულს საკანში ნამდვილი სიურპრიზი მელოდა. მოხუც ზაგს ხელში ვერცხლისფერი პატარა მობილური ტელეფონი ეჭერა და კმაყოფილი სახით მიყურებდა. გამოგიტყდებით, ტელეფონის ნომრებს მაინდა-მაინც კარგად ვერ ვიმახსოვრებ, მაგრამ ამჯერად გონება დავძაბე და იმ მომენტში თითქმის ყველა ნომერი გამახსენდა, რაც კი ამერიკაში ვინმე ჩაუწერებია ჩემთვის. პირველ რიგში დიმა ბაზეს დაუკავშირდი. ძალიან გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. თან განცვიფრება ვერ დაფარა. ვიცი რომ ავჭალის კოლონიიდან ადვილია დარეკვა, მაგრამ ამერიკის ციხიდან თუ დამირეკავდი, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდი. დიმა მითხრა, რომ თვეზე მეტია ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვერ ახრეხებდა. ამ ხნის მანძილზე ოლბანში ორჯერ ჩამოსულა, მაგრამ რადგინდა ციხის უფროსის მისაღებშიც კი არ შეუშვიათ. მერე კი ჩვენს ამერიკელ სიძეზე ასე ვეძახდით ჩვენი გარდაცვლილი დიასახლისის სვეტას ქალიშვილის ნატაშას ქმარს. დაიწყო ლაპარაკი და ლამის ატირდა კაცი. მაგის ამერიკელი დედაც, სიბრაზეს ვერ ფარავდა დიმა. რომ მივედი მაგ აყლაყუდან ნიკთან, თავიდან ვითომ გაუხარდა ჩემი ნახვა, მაგრამ შენი ამბის მოყოლა რომ დავიწყე და ოლბანის ციხე ვახსენე, ბოლომდე არც მომისმინა და ცივი უარი მტკიცა. მაინც რა გითხრა ამისთან ასე რომ გაგამწარა. ამერიკის ხელისუფლებაში ამჯერად მართლსაჯურებას გულისხმობდა. იცის რასაც აკეთებს და არა მგონია ეგ შენი აკაკი მართალი იყოსო. გადმოცვა დიმა ნიკას ნათქვამი და ისევ შეიკურთხა. მერე მაგ ცივსისხლიან პედარას ვერ აუხსენი რომ უდანაშაულო ვარ, ვიღრიელე მთელი ხმით. დიმას თხოვე კისასთან მისულიყო, რადგან იმედი მქონდა რომ უეჭვერად დამეხმარებოდა.
თხოვე გადაეცა რომ დატრიალებულიყო, მოენახა ადვოკატი, გადაეხადა მისთვის ფული, რომელსაც მე აუცილებლად დაუბრუნებდი. მომყავდა არგუმენტები, რომელიც დიმას უნდა გამოეყენებინა ჩემს გასამართლებლად. დიდხანს ვიქაქანე და როცა ტელეფონი გავთიშე, კინ გაწყვეტილი დავეშვი იატაკზე. მოხუცი ზანგი მიყურებდა და ხმას არ იღებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა. არ მეგონა ასეთი გიჟი თუ იყავე. მითხრა და საჩვენებელი თითი საფეთქენთან დაატრიალა. ამ დროს საკანს ზედამხედელი მოადგა, ხმაურით გააღო კარი და მიბრძანა ტელეფონი მომეციო. ჯოსკენ გავიხედე. მან უკმაყოფილოდ გააკნია თავი და მანიშნა, კამათი არ გაბედოო. თვითონ უხალისოდ მივიდა საწოლთან, დაწვა და კედლისკენ იბრუნა პირი. როგორც ჩანს, იცოდა შემდგომ რაც მოხდებოდა ზედამხედველის მოსვლას. უსიტყვოდ დამორჩიდი ბრძანებას და ზედამხედველს მობილური გაუწოდე. კარგად გავაცნობიერე, თუ რაოდენ დაუდევრად მოვიქეცი. ციხის დაუწერელი კანონის დავარღვია და რაც მთავარია, ბილის ტელეფონი ჩამომართვეს. ამას ისიც მოყვა, რომ ცოტა ხანში ჩემს საკანს სამი შეიარაღებული ზედამხედველი მოადგა. გამომიძახეს, ბორკილები დამადეს და კარცერში მიკრეს თავი. მშვიდობით ბიძია ჯო. 3 დღეღამე უზომოდ გაიწელა, მაგრამ როცა კარცერიდან დაუბრუნდი, პირველი რითაც დავინტერესდი მობილურის დაკარგვაზე ბილის რეაქცია იყო. მაგას ნუ დარდო, მიპასუხა ჯომ. მაგ საკითხს მოგიგვარებ. ბოლო ციხიდან მალე გახვა. ახალ ციხიდი და გამოუზამნე. გაუხარდება. მითხრა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. კარცერიდან გამოსვლის შემდეგ მე და ჯო კიდევ უფრო დავახლოვდით. სასეირნოდ ერთად დავდიოდით, საკანში თითქმის სულ საუბრობდით. მალე მისი ოჯახის ყველა წევრს დაუსწრებლად ვიცნობდი. მეც გავაცანე ჩემი ოჯახი, მგონი მასაც ენატრებოდა ჩემი პატარა ბიჭუნა, რომელიც ხერიანად არც მიცნობდა. აშკარა იყო, რომ ჯოს ჯანმრთელობა დღით დღე უარესდებოდა. ციხის ექიმი მოვიდოდა ხოლმე, გასინჯავდა, გააყნედა თავს, გამოუწევდა წამლებს და წავიდოდა. წამლებს კი ვასმევდი, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ერთხელ ღამით კი ძიში ჯოს მისუსტებული ხმა ჩამესმა. ძლივს გასაგონად მეძახდა. აკაკი, მოდი ჩემთან, მოდი მომეხმარი. დაფეთებული წამოვარდი, შუქი ავანთე, ჯოსთან დახარგულდა ფერი, დამთხალი აცეცებდა თვალებში. გამოგივიდა ბიძია ჯო, აქავა ნუ გეშინია. უთხარი კარისკენ გავიხედე და ზედამხედველს დაუძახე, რომ ექიმი მოეყვანა. ციხის ექიმმა მოხუცი გასინჯა და ჩემს კითხვაზე ეშველება თუ არა რამე, მიპასუხა, ახლა მხოლოდ უფლის წყალობა სჭირდება. მისი წუთებით ათვლილიაო. მარტო დავჭი მომოკვდავთან. ასეთი უმწევო მგონი ცხოვრებაში არასოდეს ყოფილვარ. აკაკი, დავიძახა მოხუცმა, მისაწვდთან გავში და სმენად ვიქეცი. ძალიან ცოდვილი კაცი ვარ, აკაკი. ციხიდან რომ გახვალ, აუცილებლად მიდი ჩემ ოჯახში და ჩემი ბოდიში გადაეცი, უთხარი რომ ძალიან მიყვარდა ყველანი. განთავისუფლება. ჯოს გარდაცვალების შემდეგ ჩემმა საქმეს სწრაფად წაეწიან წილ. ბილმა ახალი მობილური მომიტანა. ყოველ საღამოს ვეკავდი დიმასთან და ისიც ახალ სასიხარულო ცნობებს მაწვდიდა. კისა, ჩემი ძველი კეთილი მფარველი ერთ ცნობილ რუს ადვოკატთან მისულა. იმ ადვოკატს თურმე მეც გავხსენები ვარ. ზოლოტოი კოცოში შეხვედრივართ ერთმანეთს. მას საფუძვლიანად შეუსწავლია ჩემი საქმე. საქართველოშიც გამოუგზავნია მოთხოვნა ჩემი წასვლის შესახებ ამ უწურავი ცნობები რომ მიეღო. სულ მალე თბილისიდან მიუღია მასალები, რომლებიც ადასტურებდა, რომ არც ნარკოტიკებთან ჰქონდა შეხება, არც რაიმე კრიმინალურ ამბებში გავხელვარ ოდესმე. ამასობაში ის ნარკოდილერი დააპატიმრეს, რომელმაც ჩემ მანქანაში სავაზრის ქვეშ ნარკოტიკი ჩადო. დიმა დაწვრილებით მომიყვა ყველაფერი ამის შესახებ და მითხრა, 2 კვირაში მაინც გარეთ გამოხვალ. ადგილს ვეღარ პოულობდი, იმ 2 კვირაში 1000-ჯერ მოვკვდი და დავიბადე. ბოლო ღამეს ჩემ თვალს ძილი არ მიხკარებია. მოუთმენლად ველოდი გათენებას. დილის 10 საათზე ზედამხედველმა საკნის კარი გამოაღო. რაღაც ქაღალდების დასტა გამომიწოდა და საზრიმოდ მითხრა, თავისუფალი ხარ. აჰა, შენი საბუთები. ჩემ საკანს შევავლე თვალი. ერთბაშად ამოტივტივდა გონებაში იქ გატარებული 2 გრძელი თვე. ჩემი ბარგი ბარხანა ავკრიფე და ზედამხედველს გავყევი. მივდიოდი უზარმაზარ დარბაზში, რომლის ორივე მხარეს საკნები ჩამწკრივებულიყო და ვცნობდი პატიმრების სევდიან მზერას.
შენობიდან გავედით და სწრაფად გავიარეთ ეზო. მერე ხმაურით გაიღო უზარმაზარი ყინის კარი. გაზაფხული ძალაში შესულიყო, გაუგნებული ვიდექი, ჩემს ზურს უკან ციხე იყო, წინ ტრიალი მინდორი. კაციშვილი არ ჩანდა, ახლა უფრო შემომაწვა მარტოობის განცდა. ვიდექი და არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. მოულოდნელად შევამჩნიე, რომ მანქანა მიახლოვდებოდა. ცოტა ხანის და ძველი ფორდი ჩემ წინ გაჩერდა. მანქანაში იმაზე მეტი ისხდნენ, ვიდრე ველოდი. საჭესთან დიმა ბაზელი მოკალათებულიყო. გვერდით კი ჩემი ძველი კეთილი მეგობარი წნორელი გივი იჯდა. უკან სავარძეზე რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა, რომლებიც როგორც მერე გავიგე, თურმე ძალზე განიცდიდნენ ჩემ ამბავს. ბანკეტი კისას რესტორანში. საღამოს ზოლოტოვი კოლცოში კისამ ჩემი განთავისუფლების აღსანიშნავად სუფრა გაშალა. წნორელი გივი, რა თქმა უნდა, თამადა იყო და მის ომახიან საგრძელოებს ლამის მთელი დარბაზი აღთუანებაში მოჰყავდა. კისა კი არ დადიოდა, დაფრინავდა. წნორელ ლომს თვას არ აშორებდა და ისიც არ აკლებდა ყურადღებას. ეტყობა ორივეს უხაროდა ძველი სიყვარულის გახსენება. ერთი სული მქონდა გამეგო, ვინ იყო ის ადვოკატი, რომელმაც პატიმრობიდან დამიხსნა. კისა ბოლოს და ბოლოს აღარ გამოცნობ იმ ადვოკატს, რომელმაც გადამარჩინა, მადლობა ხომ უნდა გადაუხადო. თანაც ისიც ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი დაჯდა ჩემი გამოხსნა. ჰონორარი ხომ უნდა გადაუხადო. ყველაფერი მოგვარებულია აკაკი, ასე რომ შეგეძლია დამშვიდე და ქეიფი გააგრძელო. კისა ძველ მეგობრებს არ ავიწყებს. მუსიკის ხმაურში ძლივს შესმოდა მისი ლაპარაკი და ამ მოულოდნელმა განცხადება ერთიანად ამაფორი აქა. როგორ? კისა, ადვოკატს ფული ხომ უნდა გადაუხადო. ხომ გითხარი, საქმე მოგვარებულია მეთქი. ესე იგი, შენი ვალი მქონია, მითხარი რამდენი მიეცი. ჩემმა შეკითხვამ კისა გაამხიარულა. ჩემო აკაკი, შენ ისევ ისეთი გულუბრყვილო ყოფილიყარ, როგორც გონია. კისა ერთი პატარა ფურცელში ფულს გადაიხდი და მოდი რა, ყველაფერი დაივიწყე. დრო გავატაროთ, ყოველდღე ხომ არ გიშვებენ ციხიდან. ამ სიტყვებზე ხელკავი გამოვდო და საცეკვაო მოედნისკენ მიბიძგა. ჩემი ძმები ზანგები. 2 თვის მანძილზე ამერიკულ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ თავისუფალ ცხოვრებასთან შეგუება მომიხდა. თან მას შემდეგ, რაც თავს გადამხდა, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდი. განსაკუთრებით ფერადკანიანებს უთხოვდი. ის ნარკოდილერებიც ხომ ფერადკანიანები იყვნენ, რომელთა გამოც ამხელა ხათაბალაში გავეხვი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლამის მთელი კვირა შინიდან ვერ გამოვაღწიე. მოდიოდნენ ქართველი ბიჭები და გადარჩენას მილოცავდნენ. დაახლოებით ხომ ხდებით, მოლოცვას რაც მოყვებოდა და გროვდებოდა ოთახის ერთკუთხედში სხვადასხვა სასმის ბოთლები. გივიმ შოტლანდიური ვისკიც მოიტანა და ნაღდი გერმანული ძეხვიც. მაგის ამბავი ხომ იცით, ახლა ვიღაც ფრაუ გაუცნია. იყო ერთი ჰარი ჰარალო ჩემი და დიმა ბაზელის ბინაში, მაგრამ ქეიფსაც ხომ მაქვს დასასრული და მეც დავაღწიე თავი მეგობრების გარემოცვას. ემიგრანტული ცხოვრება თავისას მოითხოვდა. ჩემი პატიმრობის შესახებ თბილისში არაფერი იცოდნენ. ჩემიანებს ყოველთვიურად დიმა ბაზელი უგზავნიდა თანხას. ბევრი რომ არ გავაგზელო, ციხიდან გამოსვლიდან 10 დღის შემდეგ ბრუკლინის ჩარჩის კვარტალში ამოყავი თავი. ჩემი ძველი ნაცნობები ბილის თამადობით თავთავიანთი საყვარელი მაღაზიის წინ იდგნენ. როგორც ყოველთვის ახლაც ლუცს წრუპავდნენ და მოსაწევს აბულებდნენ. კაცმა რომ თქვას, ისეთი თავისუფლება, როგორიც ამერიკაში აქვს ნარკომანებს, სხვაგან ალბათ წარმოუდგენელია. დღისით ზისით, ისი არხიანად ახრევენ წამას პაპიროსის ქაღალდში და ისე კაიფობენ, როგორც ერთ დროს მე და ჩემი მეგობრები სახინკლში დავდიოდით და ერთი კათხა ლუდი 50-50 გრამ არახს ურევდით ხოლმე. ფერადკანიანი ძველი ბიჭები, ვის ყოჩი ბილი ცოტა არ იყოს უხასიათოდ მომეჩვენა. თავიდან ვერ მიცნო, ყურადღებით ამათვალიერა, მერე ერთბაშა თვალები გაუწყინა და ხმამაღლა შეხვირა. სალუტ რუსო, გამოხვედი? მომილოცავს. მომიახლოვდა და ზანგების წესისამებრ ჯერ ერთ მხარეს მაკოცა, მერე მეორეზე და ბოლოს ისე მაგრად ჩამეკა გუში, რომ სუნთქვა შემეკრა. სამაგრივოდ ეს რიტუალი იმას ნიშნავდა, რომ ამიერიდან ბილის ნამდვილი მეგობარი ვიყავ. დანარჩენებმა უბრალოდ ჟესტებით მიმანიშნეს, რომ ჩემი ნახვა გაუხარდათ. მიდი მოგვიყევი, რაღაც ისეთი სახე გაქვს. გონი ყველაფერი კარგად ვერ იყო ციხეში. არ დაგვიმალო, ზედმეტი ხომ არაფერი გაკადრეს ოლბანში. კითხვები მომაყარა ბილემ.
ზედმეც ვირას გამიბედავდა, შენი ძმაკაცი და სეხნია, ბილი მიცავდა, დიდ ყურადღებას მაღწევდა, შენი სახელი რო უხსენე ლამის გადამყვა. ბილი კი მაგარი ვირმია, თუმცა მთლად კარგად ვერ უნდა იყოს, მაგრამ უსამართლოდ არავის დაასჯის. 2 წლის წინ მაიამში ვიჯექით ერთად და იმის მოყოლა დაიწყო, თუ როგორ აიყვანა ხელში მთელი ციხე ორმა ბილმა. როგორი საქმის გარჩევები, ჩხუბები, შერიგებები ხდებოდა. უსმენდი და თან არც უსმენდი. ახლა არავითარი სურვილი არ მქონდა, კლავ ციხეზე მეფიქრა. ბილს არ გამოვპარვია ჩემი უხასიათობა, თან რაღაც უცნაურად მაკვირდებოდა. რა ხდება? რაღაც შეცვლილი მეჩვენები, ეჭვიანად შემოხედა. ციხე ხომ არ შეგაშინა, თუ ადამიანების აღარ გჯერა. ნუ გეშინია, ასე იცი ციხე, მალე გაგივლის. თითქოს ჩემ გულში ჩაძვრა ერთი უბრალო ამერიკელი ზანგე, რომლისთვისაც ყველაფრის საზომი ქუჩური კანონები გახდა. არა, უბრალოდ ცოტა დაღლილი ვარ, უპასუხე მშვიდად. ბილი ისევ გადამეხვია და საზეიმოდ გამოაცხადა, ლუდის ბარში გეპატიჟებით, წავიდეთ, დრო გავატაროთ. ისევ საკუთარი ადგილის ძიებაში. მეორე დღეს დილაადრიანად მივედი ორ-პოინტ ამერიკაში. კომპანიის ეზოში ისევ ჩვეული ჟიამული იდგა. მე პატრონის ედმონდის კაბინეტთან ისე მივედი, ვერავინ შემამჩნია. ყველა საკუთარი საქმით იყო გართული. როგორც კი დავაპირე კაბინეტის კარი შეღება, ზურგიდან ახალგაზრდა ქალის სასიამოვნო ხმა მომესმა. სად მიდიხარ? მან შესვლა აკრძალულია. მოვიხედე და ძველი ნაცნობი შემსჩა. კომპანიის მეპატრონის მდივანი ლანა, რომლის წყალობითაც მოვხვდი თავის დროზე აქ. მან უცებ ვერ მიცნო, მაგრამ როცა მისკენ სახით მოვბრუნდი, ჩვეული ღიმილიც შემომაფქვია. თქვენ ხართ აკაკი? სად იყავით, რომ აღარ ჩანდით? გაიკვირვა მამ. მე სულეს კი მეგონა ჩემი თავგადასავალი ნახევარმა ამერიკამ მაინც იცოდა, მაგრამ ახლა გამიხარდა კიდეც, რომ ეს ასე არ იყო და ლანას არხენად უპასუხე. ფლორიდაში დასასვენებლად ვიყავი მეთქი წასული. რა კარგია, ახთოვანება ვერ დაფარა ლანამ. მეც სიამოვნებით წავიდოდი ცოტა ხნით ფლორიდაში. მაგის დროს დადგება, დამომწონეთ ჩავილაპარაკე და ლანას მომხიბვლელი ღიმილით დამემსახურე. დღეს ბოსი ხასიათზე ვერ არის, გაითვალისწინე. ჩამჩუჩურა ლანა. ედმონდი თავის კაბინეტის კუთხეში იდგა და კედლის გასწვრივ მდგარ დიდ აკვარიუმში მოცურავი თევზებს აპურებდა. გამარჯობა ბატონო ედმონდ, სადე უმახიანი მისალმება გამომსვლოდა. ბოსი უხალისოდ მოტრიალდა და გაოცება ვერ დაფარა. აკაკი, გაგათავისუფლეს, როგორ მოახერხე? მთები გამოვისხი და გალიიდან გამოფრინდი, რატომაც ხუმრობის ხასიათზე დავდექი. მომილოცავს, გულახსნელად ვერ გითხრა არ მეგონა, თუ ასე მალე დააღწევდი თავს ციხეს. ეტყობა მართლა უდანაშაულო იყავი, გამიღემა ხელი ჩამომართვა და მანიშნა დაჯიქიო. ალბათ ძვირი დაგიჯდებოდა გათავისუფლება, არა? არა, უბრალოდ მეგობრები დამეხმარენ. თანაც უკთა ვიყავი, ამაყა დავძინე. მეც ვიფიქრე, რომ მართალი იქნებოდი, მაგრამ ახალი გაცნობები მყავდი და თავს ვერ გამოვიდებდი შენთვის. გულახდილად მითხრა ბოსმა, რომელსაც თავის გასამართლებლად ჩვენიერი საბუთიც ჰქონდა. ჯონი, რომელიც ჩემთან ერთად დაიჭირეს, მართლა ნარკომანი აღმოჩნდა და მისთვის თურმე 3 წლიანი პატიმრობა მიუსჯიათ. მე რა ეშველება ახლა ჯონს გულუფრულად ვიკითხე. რა უნდა ეშველოს, მოიხდი საჯერს და გამოუშვებე. თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება ვადამდე ადრეც გაათავისუფლო. უსმენდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი და თავისუფალი ვიყავი. ახლა რას აპირებ? აშკარად დაინტერესება შევატყვე. მუშაობა მინდა, თქვენ დახმარების იმედი არ დამიკარგავს, იქნებ ისევ მიმიღოთ. რატომაც არა, გაუფიქრებლად მიპასუხა. რაღაც გაუგებრობის გამო რატომ უნდა დაიჩაგრო, უფრო მეტიც გასცენით დღეებსაც ნაწილობრივ აგინაწეული. ეს ნამდვილად ღვთისწყალობა იყო. საქმეს ასე შემოbrunებას ნამდვილად არ ველოდი. ერთი კვირა რაც 5 ახალი ტრალი შევიძინეთ, განაგრძო ბოსმა. ერთ-ერთ მათგანზე დაგცვამ და იმუშავე. წამოდი, მე თვითონ გიჩვენებ მანქანას. ეზოში ვოლოს მარკის 5 ახალი ტრაილერი იდგა. აი ამ 5-დან ერთ-ერთი შენია, გამომიცხადა კომპანიის მეპატრონი. თავის სიზმარში მეგონა. ხვალ დილით ადრე მოგიწევს მოსვლა. კონტეინერი უნდა დაიცალოს და ტვიტი ბოსტონსა და დეტროიტში გადაიზიდოს. კომპანიიდან გამოსული მართლაც ბედნიერად ვზნობდი თავს. ვიფიქრე, საწავიდე მეთქი და უცებ ჯო გამახსენდა. ჩემი თანასაკნელი მოხუცი ზანგი, რომელმაც ჩემს ხელში დალია სული და ჩემი დაპირება ციხიდან რომ გავა შენ ოჯახში მოვინახულებ მეთქი. ერთი
საათის შემდეგ ბრუკლინის გარეუბანი მშვენიერი ორსართულიანი სახლის წინ ვიდექი. შენ იანკი, აქ რა გინდა? მივხვდი ვიღაცა სწორედ მე მომართავდა. თან ძალზე აგდებული ტონით. გვერდზე გავიხედე და ასე 14 წლის ორი ზანგი ბიჭი შემჩა ხელში. სახეჯ რეჟიმს ღეჭავდნენ და აგრესიულად მიყურებდნენ. უსიამოვნოდ გამარჯვება, მაგრამ არაფერი მიპასუხია. თითქოს ვერ მივხვდი, რომ მე კითხეს. შენ გეუბნები, რა გაშტერებული იყურები? ენა გადაყლაპე თუ ინგლისური დაგავიწყე, შემომიტია ერთ-ერთ მე მოულოდნელობისაგან ენა დამება. აქ რა გინდა? თეთრებს აქ არაფერი ესაქმებათ. რას წარმოიდგენდი თუ ჯოს სახლთან ასეთ შეხვედრას მომიწყობნი? პასუხის მოძებნა ვერ მოასწარე, როცა ჯოს სახლის კარი ხმაურით გაიღო და მოხუცი ფუშფუშა ზანგი ქალი გამოვიდა და მოზარდებს დაუცაცხანა. აბა ახლავე მოშორდეთ აქედან, თქვენი შიშით ვეღარავინ მოსულა სტუმრად. ქალმა პატარა ბანდიტებთან ურთიერთობის გარკვევას გადამარჩინა. ნიაკაკი მქვია, ბიძია ჯოსთან მეგობრობდი იქ ციხეში. ყოველგვარი შესავლის გარეშე დაავიწყე. ჯერ გაკვირვებული ჩამაშტერდა, მერე უცებ თვალზე ცრემლი მოადგა და ჩუმი ხმით მითხრა, მოდი შინ შემოდი. ესე იგი შენის კაცი ხარ, რომელზეც საწყალი ჯო წერდა. ახალი მეგობარი მყავს, შვილივით მივლისო. კეთილი ჯულია და მისი აშარი ქალიშვილი. ჩემმა დანახვამ ძალზედ იმოქმედა ჯოს ქრივზე. მოხუცი ჯულია ისეთ სახსახებდა ნერვიულობისაგან, რომ არ ვიცოდი, როგორ დამეწყნარებინა. გამოიტანა მოზრდილი საოჯახო ალბომი და ლამის მეც ამატირა. მიყვებოდა, როგორ გაეცნო მაღალი სიმპათიური ჯო ზანგების უბანში, სადაც მოხდენილ გოგოს არევა დაუპირეს აბეზანმა ბიჭებმა. 4 დაკუნთული ზანგი გალახა ჯომ, თუმცა თვითონაც გვარიანად მიჟეჟესო. სხვიპი დამტრეული შინ წაუყვანია ჯულიას. მედის კურსები ახალი გავლილი ჰქონდა და პირველი პრაქტიკა ჯოზე გავიარეო. ერთ თვეში დაქორწინებულა, 3 თვის შემდეგ კი ჯო დაუჭერიათ ბებობისთვის. სხვილი ბიზნესმენების აფერვას საკუთარ თავზე იწერდა და დაიწყო ერთფეროვანი დღეები. გამოვიდოდა ციხიდან ჯო, გაივლიდა რამდენიმე თვე და ისევ საპატიმრო. ჯო ყველაფერს ოჯახისთვის აკეთებდა. ჩვენი ერთგული იყო. თვითონ ლამის მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა. ჩვენ კი არაფერი მოკლებია. ცოტა გული რომ მოიოხა, ჯულიამ ჩემს გასამასპინძლებადაც მოიცალა. სუფრა უამრავი ნუგვარი დაასო. შეკვეთილი უზარმაზარი უგემრიელესი პიცაც მოატანინა და შოტლანდიური ვისკის გახსნა. იდილია მოულოდნელად დაირღვა. როცა ოთახში ასე 40 მიტანებული სოლიდური გარეგნობის სათვალიანი ქალი შემოვიდა. მივხვდი, ბიძია ჯოს ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. ეს აკაკია სანდრა, მამა შენთან ერთად იჯდა ურბანის ციხეში. წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი ჯოს ქალიშვილს. მან კი ისე ცივად გამომიწოდა ხელი და სახელიც ისე გაურკვევლად წაიბუტბუდა, მივხვდი, ჩემი გამოჩინა მაინდამაინც არ გახარებია. ეს ჯულიასთვისაც ცხადი გახდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ისე განაგრძო ლაპარაკი, ვითომაც არაფერია. მეც მხარი აუპე. სანდრა კი მონუსხულივით იჯდა და ხმის ამოუღებლად გვისმენდა. მერე მოულოდნელად თვალი გამისწორა და გამომძიებრივით ჩამეკითხა. შენ რატომ გაიჯექი ციხეში, შენზე ბები ხარ თუ კაცის მკვლელი? ეს რა შეკითხვაა, სანდრა? სადა სიტუაციის განუხდა ჯულია. რა არ მაქვს უფლება ვიცოდე ჩემს სახლში ვინ მოდის? რაღაც გაუგებრობა მომიხდა და შემთხვევით აღმოჩნდი ოლმანში. უპასუხე, თითქოს ჯულია შენიშვნა არც გამიგონია. შემთხვევით არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად. თანაც არც უცოდველ კაცს გავხარ. პიტაპირ გითხარი რა გინდა, რისთვის მოხვედი აქ? ესე ამრეზით იყო ნათქვამი, ძლივ შევიკავი თავი, რო უკმეხად არ მეპასუხა. მე თქვენი არაფერი მინდა, უბრალოდ ბიძია ჯოს უკანასკენ თხოვნას ვასრულებ, უპასუხე და ავდექი. ჩემი წასვლის დროა, ქალბატონ ჯულია, კარგად ბრძანდებოდეთ, სიკეთეს გისურვებთ. კეთილი ადამიანი ბრძანდებით და არასოდეს დამავიწყდებით.